გავამხნევოთ ერთმანეთს. ნამდვილად, უცხო მოყვეთ არიელია, მეგობრებო. აშკარა იყო, რომ პატა სხვაგან იყავი მართლაც ხოლმე. +30 ქულა ნიკოს. რა თქმა უნდა, არ არის მეგობრებო, სწორი სიკეთის გზა. ამბობენ საჯურთოდ. და ნიკო დაემშვიდობა მეგობრებო, პირველ რაუნდში. ბიჭო არ არის. მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ არასპორტული პრესინგის ნახევარფინალურ თამაშს, რომლის გამარჯვებულიც матч-day-ის ანდალუსიურ თავგადასავალში გაემგზავრება. სამი ღამე სევილიაში დასწრება ბეტისისა და სევილიას დერბიზე, შეხვედრა ფანებთან პაბებში, სტადიონის ტური და ეს ყველაფერი ბიძინა ბარათაშვილთან ერთად. ამ და სხვა თავგადასავლებზე მეტ ინფორმაციას ნახავთ ვებგვერდზე match-day tours. დღევანდელ ეპიზოდში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან პატა ჩახვაშვილი, ანა სიხარულიძე და ნიკო ნერგაძე. მეგობრებო, თქვენ მოგიწევთ არასპორტულ შეკითხვებზე ერთმანეთს სპორტულ საჩუქარზე შეეჯიბროთ. ვარ თუ არა მზად ამ ყველაფრისთვის? დიახ. როგორი ომახიანი დიახ იყო. დავიწყოთ მაშინ. პირველი რაუნდი შეტევა. პირველ რაუნდში თქვენს წინ გამოჩნდება 4 თემა, რიგრიგობით დაბლოკავთ თემებს და დარჩენილ თემაზე ითამაშებთ, სადაც უნდა დაასახელოთ რიგრიგობით თითოეული დამალული მოცემულობა, რომელიც შესაბამისი ქულა იქნება. თუ 3 სტრაიკს აიღებთ რაუნდს დაემშვიდობებით, თუ ყველა მოცემულობას გახსნით, ყველა ქულას გახსნით, მაშინ ის იქნება გამარჯვებული, ვისაც ყველაზე მეტი ქულა ექნება, თუ არა და გამარჯვებული ის არის უბრალოდ ვინც სამჯერ არ გასტრაიკდება, შეიძლება ძალიან ცოტა ქულაც ჰქონდეს. პირველი ადგილი მიიღებს 50 ქულას რაუნდის ბოლოს, მეორე ადგილი მიიღებს 30-ს, მესამე კი 0-ს. დღევანდელი პირველი რაუნდის თემებია: ყველაზე შემოსავლიანი ფილმები, შესაბამისად ზუსტი სახელი უნდა მითხრათ ფილმის, იმიტომ რომ რაღაც ფრენჩაიზის ფილმები მეორდება აქ. PC-ზე ყველაზე პოპულარული ვიდეო თამაშები, პერსონალურ კომპიუტერზე, ანუ დღეს ყველაზე აქტიურად ხალხი რას თამაშობს. ყველაზე ცნობილი საჭმელები, ერთ-ერთ სიას დავეყრდენით და აქედან გამომდინარე შევადგინეთ ეს სია და ყველაზე პოპულარული კომიქსის პერსონაჟები, ანუ ის კომიქსის გმირები, რომლებიც სხვადასხვა კომიქსის ნომერში ყველაზე ხშირად რაღაც როლი უთამაშიათ. ვინ დაბლოკავს პირველი? რა ვიცი, დაბლოკავ. კი ბატონო. მოდი ვიდეო თამაშებს დავბრუნდე. ვიდეო თამაშები დაგვემშვიდობა, ანა? საჭმელებს დავბლოკავ. საჭმელებზე უარია. ნიკო. მე კომიქსებს და ფილმები ვქნათ. ვქნათ ფილმები. 15 ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გვინდა ჩვენ. ოპა. ნიკო, ბოლო შენ დაბლოკე, შენ იწყებ. Avengers Endgame. Avengers Endgame 2 ქულა მეორე ადგილზეა. შეგახსენებთ, რაც უფრო დაბალ საფეხურზე იტყვით ფილმს, უფრო მაღალ ქულას მიიღებთ. ბოდიშ ეს ინფლაციაზე გასწორებულია თუ არა? არანაირი ინფლაციაზე გასწორებული არ არის. მე და ერთ რამეს გეტყვით უბრალოდ, რომ აქ ესია იმ დროსაა გაკეთებული, რომ ავატარი მესამე ნაწილი შესული არ არის, მაინც რო იცოდე. კი. როგორ მიყვებით? მე ვარ. შენ საათის ისრის მიმართულებით ტრადიციულად. კაი, მაშინ ავატარი 2009 წლის პირველი. პირველი ავატარი ერთი ქულა. პირველ ადგილზეა დღემდე. ტიტანიკი. ტიტანიკი მეოთხე ადგილზეა და ეს არის 4 ქულა. ყველაზე ძველი ფილმია ამ 15 წელში. ერთადერთი, რომელიც 21 საუკუნეში არ გადაუღია. და დიდხანს იყო პირველი. ძალიან დიდხანს. თქვა ზუსტად სახელი რო არ მახსოვდეს და თქვა რა ფილმია, ესე მოგეხმარება. მეჩხუბებით, ანუ Avengers Endgame-ამდე რომელიც იყო, რა ქვია მაგას? 2 იყო. ანუ ზუსტად Endgame-ის წინ. სნეპი რაც არის, თანოსის სნეპი სადაც არის, რა ქვია მაგას? ზუსტი სახელი მინდა ეგეთი ფილმის. ნიკო, ამიტომ მაშინ 3 იყო, ხო? ხო, სხვა ფილმი თქვა. სხვა ფილმს ვიტყვი. ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები. პირველი სტრაიკი. ვერ მოვიფიქრე და. ლოგიკა. მე ვარ, ხო? კი. კაი, მაშინ აქაც მოდი პირველ შურისმაძიებელს ვიტყვი, შურისმაძიებელს აი 2012-ის. კი, Avengers-ები, რომელიც ნიკოსაც შეეძლო ეთქვა და 13 ქულა აიღო. არა, გაირთულა ცხოვრება. გაირთულა ცხოვრება. კარგი. Star Wars-ის Rogue One. Rogue One-ის სტრაიკია. მაშინ ისა, ავატარი მეორე Way of Water ქვია მე მგონი. 3 ქულა. კი, მესამეზე. მე ვარ, ხო? კი.
მოდი მე მაშინ სხვა ფრანშიზას შემოვიტან. იყოს Jurassic World-ი, აი 2015-ში გამოვიდა. 10 კულა. მე-10-ზეა. Dark Knight-ი. Dark Knight-ი გავარდა 15-დან რამდენიმე წლის წინ და ამიტომ Strike-ია მეორე. მოდი მე სხვა კუთხიდან შევუტევ და Toy Story 3. Strike-ია, Niko, Strike. ორი Strike-ი გაქვთ მეგობრებო, თქვენ და პატა დაგვრჩა. ესე იგი მე ვარ. კი. რატომღაც მგონია, რომ Star Wars-ი იქნება 15-ში, ოღონდ ეხა მოდი სერიას ავირჩევ. იყოს აი იმის Skywalker-ის აღზევება რო ქვია ეგ სერია. Skywalker-ის აღზევება, რომელი სერია? ინგლისურად შეეცადა. Rise. არა, Strike. კი. ვაი. ბესამეს გემუქრება. ეხლა გამახსენე. მულტფილმი იქნება ხო კიდე? Pixar-ი არის რაღაცა ყველა ვარიანტში. გეტყვით რომ Pixar-ი არის ნამდვილად. ანუ ერთი. ერთი თუ კი, არის მაშინ. ერთი ამ მხოლოდ. ანა? აი, Zootopia. დამიზუსტე. პირველი თუ მეორე? სახელი უნდა გითხრა თუ არა, უნდა მითხრა რომელი. მეორე? სწორია, 12 კულა. მადლობა. აი, ეხა ესა რახან Star Wars-ზე ვიყავით და Rise of Skywalker არ არის, ესე იგი არის მეტი არ ვიცი. Last Jedi. და Niko დაიმშვიდობა მეგობრებო, პირველ რაუნდში. ბიჭო არ არის. არა, ეგეც მინდო. ეხა იმ მქონდა ზაფასი. გადაგარჩინე მაგრამ ფაქტობრივად. სახელი არ მოხსნა. კაი, მე ვიტყვი. თქვი? მაშინ აი Pixar-ი, სადაც Pixar-ი, იქაც Disney-ი ვთქვათ და მეფე ლომი უნდა იყოს. აი, ნამდვილად Lion იმიტომ რომ King გამეორეს კი მაგის გამოსვლა და მოხვედა ფული. 11 კულა არის Lion King-ი. ოღონდ ზუსტად არ მახსოვს Lion King-ი ანიმაციურია თუ მხატვრული, მაგრამ არა, ანიმაცია, Disney-ის რა. Louis-ის Disney-ია ხო? Lion King-ი ქვია ნებისმიერ შემთხვევაში გეთვლება, მაგრამ თუ სწორად მახსოვს, ეს ფილმმა მოაგროვა ამდენი და არა ანიმაცია, არაფერი იცვლება. არაფერი იცვლება, მაინც 11 კულა არის. სახელი იგივეა, მთავარია Lion King-ი თქვი და ეხლა. ხო. ფრანგული გეგონა თუ ყაზახური რა მნიშვნელობა აქვს? ანა? აი, შენ ორი Strike-ი გაქვს და 30 კულა გარანტირებული და ის იქნება. აი, რა მარველი იქნება რამე. Deadpool-ი რაღაცა ეგეთი. Toy Story 3 თუ არა, მარველი საბა ის აი, ორი წამი მოვიფიქრებ, კაი? კი. მე გადმოვარდი. მოდი იყოს Guardians of the Galaxy. არა, სამწუხაროდ არის Guardians of the Galaxy არ არის. მეგობრებო, რაც დაგჩათ, ეს არის ნეჟა 2 ესეთი ჩინური ანიმაცია, რომელსაც ვერ იტყოდით ალბათ, ან არ იტყოდით, არ ვიცი. Force Awakens იყო Star Wars-ებიდან. ხო, აი ახალი ტრილოგიის პირველი და Infinity War იყო Avengers-იდან. Spider-Man-ი No Way Home-ი, Inside Out 2 არის ერთადერთი Pixar-ის 15-ულში. Skyfall იქნება. არა არის Skyfall-ი, Zootopia 2 თქვით და ის არის. მე-7 Force-ი არის და მე-15-ზე Top Gun Maverick-ი არის, მეგობრებო. პირველი რაუნდის შემდეგ პატა 50 კულა, ანა 30 კულა და ვიწყებთ მეორე რაუნდს ტაქტიკოსი. მეგობრებო, დღევანდელი მეორე რაუნდის გამაერთიანებელი ქოლგა არის ლიტერატურის სამყარო. თემები გვაქვს ბიბლია, პროცესი, უცხო, ელისის საოცრებათა ქვეყანაში, გზაზე. ეხლა ვარ გეგონოთ რომ ამ წიგნების სახელები არის გამოყენებული და რა თქმა უნდა ამ წიგნებიდან არ არის შეკითხვები. უბრალოდ თამაშობს კითხვის შედგენაში როლს. ელისის შემთხვევაში მაგალითად ყველა პასუხი სახელ ელისთან არის დაკავშირებული. უცხო და ის ასე შემდეგ. ეხლა რაღაც უცხოსთან გეკითხებით და პროცესიც რაღაც პროცესი. რომელიც შეიძლება იყოს სასამართლო, რომელიც შეიძლება იყოს არც ქიმიური პროცესი და ბიბლიიდან კი ბიბლიურ პერსონაჟებზე მექნება შეკითხვები. პირველი რაუნდი მოიგო პატამ და დაიწყებს ის, ოღონდ სანამ დაიწყებს შეგახსენებთ, რომ როდესაც აირჩევს პატა შეკითხვას,
მას ბოლომდე წაუკითხავ შეკითხვას, უპასუხებს, ამის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ უპასუხოთ, თუ რა თქმა უნდა დაჭერილი გექნებათ ბაზერზე, ვინც ირჩევს შეკითხვას, ის ბაზერს არ აჭერს და არც მინუსდება. ანუ, როდესაც აირჩევთ რომელიმე თემიდან რაიმე შეკითხვას, თავი არ შეიკავოთ, თუ რა თქმა უნდა არ ფიქრობთ, რომ გამორიცხავთ რომელიმე ვერსიას, მაგალითად ორი ვერსია გაქვთ და არ გინდათ გამორიცხოთ, რომ მე მეორე ადამიანს დარჩეს. ასე რომ დავიწყოთ. პატა, რომელი თემით გინდა დაიწყო? მოდი აბა აი წიგნით დავიწყოთ და იყოს ნომინალი იყოს ათქულიანი. რითი დავიწყოთ? ბიბლია, ლიტერატურულ სამყაროში. კი ბატონო. სიტყვა ვერ გავიგე რა თქვი და? ივანეს სახარების მიხედვით იესო ქრისტეს ამ მოციქულს იესოს მკვდრეთით აღდგომა თავიდან საეჭვოდ ეჩვენა. თუმცა, როდესაც ცოცხალი მაცხოვარი ნახა, სასწაული დაიჯერა. მის ზედმეტსახელს ქართულ ენაში იმ ადამიანების მიმართ იყენებენ, რომელთაც რაღაცის არ სჯერათ. მითხარი, ვინ არის? თომა და ურწმუნო. ნამდვილად თომა იყო ურწმუნო კაცი. პლუს 10 კულა. თითი არ ჩაყო. ანა. დიახ. აირჩიე თემა, რომელი გესიამოვნება და რამდენი კულია? იყოს ლიტერატურის სამყაროში ბიბლია და 20 კულიანს ვიტანს. ბიბლია 20 კულიანი. მას როგორც უფლის ძმად ისე მოიხსენიებენ. ის იოსების შვილი იყო და მისი სახელი შეიძლება კიბესთან ერთად გაგიგონიათ. კიბესთან ერთად? კი. ის კაცი. თქვი, ვინმე? მაინც არ მინუსტები. წამი გადავიდას. პატა? იაკობი უნდა იყოს. სწორია, იაკობი არის პლუს 20 კულა, რომელსაც უფლის ძმად მოიხსენებენ, იოსების შვილი იყო, მარიამის მეუღლის და იაკობის კიბე შეიძლება გსმენიათ. დიახ. ფილმის. ნიკო. მოდი ელისი 20. ელისი 20. სიეთლში დაფუძნებული ბენდი Alice in Chains. აი, არ წავიკითხავ. გასაგებია რომ იცი. პლუს 20 კულა. ოღონდ იყო Alice in Chains გამოცემ. გრანჟი იცი. კი. პატა. მე ვარ. კი, კი. კაი, იყოს ელისი და 10. ელისი და 10. ანტიკურ საბერძნეთში პელოპონესის ჩრდილო-დასავლეთით იყო რაიონი სახელად ელისი. ელისის დიდების მთავარი მიზეზი კი ანტიკური საბერძნეთის ეს მშვენება იყო, რომელიც მრავალსაუკუნოვანი წვეთის შემდეგ თანამედროვე სამყაროს 1896 წელს დაუბრუნდა. რაზეა საუბარი? ელისეს მინდვრებზე დიდი ალბათობით. არასწორია. 1896 წელს რანაირად დაუბრუნდა სამყაროს? პარიზში რო არის არა, საბერძნეთში. ნუ მეთქი თანამედროვე სამყარო ოლიმპიური თამაშები არის. 1896 წელს. ხო, მაგრამ იქნება ვაჭერდით ჩვენს. იქნება ვაჭერდით ჩვენს. იქნება, უნდა დაგეჭირათ აქამდე და რა თქმა უნდა. ხო, ოკეი, კითხვის წაკითხვის დროს უნდა დააჭიროთ. კარგი. ხო. ანა, ბატონო. აირჩიე. მოდი იყოს უცხო 20 კულა. უცხო 20. რობერტ ჰაინლაინის 1962 წლის ამ ნაწარმოებმა ჰიუგოს ჯილდო მოიგო. ნამუშევარი მარსზე მარსელების მიერ გაზრდილ ადამიანზე გვიყვება, რომელიც დედამიწაზე გადმობარგდება. წიგნი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სამეცნიერო ფანტასტიკად ითვლება. სხვა თუ არაფერი, სიტყვა გროკი სწორედ ჰაინლაინმა მოიგონა და დღეს ერთ-ერთი წამყვანი AI არის, როგორც იცით. უნდა დამისახელოთ ამ წიგნის სახელი. არ ვიცი. ვინ დააჭირა? მე. ეს არის უცხო ქვეყანაში Stranger in a Strange Land. კი, უცხოთა მიწაზე ან უცხოთა ქვეყანაში. ქართველებმა ქვეყანა თარგმნეს, მიწა უფრო სწორია ჩემი მოგზაურებული აზრით. პლუს 20 კულა. ნიკო? მოდი ელის დავამთავრებ 30 კულა იყოს ეგ. ელის, კი ბატონო. კითხვა მარტივია. დაასახელეთ კინოს ისტორიაში პირველი რეჟისორი ქალი. ასევე ერთ-ერთი პიონერი კინოში მხატვრული ნარატივის შემოტანაში და პირველი რეჟისორი, რომლის ფილმის სამსახიობო ანსამბლი მთლიან ჩავკანიანი მსახიობებით იყო დაკომპლექტებული. სიამდვილეში არ არის მარტივი კითხვა, მეცაც გეტყვი, ჩემი აზრით ყველაზე რთული არის. ხო, იმიტომ რომ
ელის უნდა იყოს. ანუ ხო, არ ელის ბიგუდი არ ვიცი. ელის გი ბლაშე. ესეთი ქალი რეჟისორი იყო, რომელმაც ლუმიერების შემდეგ ძალიან მალევე გადაიღო. ჩათვალეთ, რომ შეიძლება მეორე იყო. პატა. კაი, აბა მე გავყვები 10 ქულიანებს და უცხო იყოს 10 ქულა. უცხოათი. ამ პერსონაჟის გაცნობის სტილი ეპიკური და ვიზუალურად უკიდურესად დატვირთულია. პირველად ხედავთ არა მოქმედებაში, არამედ მდგომარეობაში. ეულად მტირალს ბუნებასთან შერწყმულს, რაც მის შინაგან ტრაგიზმს მაშინვე ამჟღავნებს. გარეგნული აღწერა ქმნის ჰეროიკულ და იდუმალ აურას, რომელიც წინააღმდეგობაშია მის სევდასთან და ამ დაპირისპირებით ჩვენს ინტერესს აძლიერებს. ჩვენს თემა რა არის? უცხო. უცხო. რაღაცა ადვილია და მე სხვა განვარიხა ფიქრით. ხო. პატა. არა, უპასუხოს. ვინ იყო? ანა იყო. კი ბატონო, ანა. უცხო მოყმეთ არიელი. ნამდვილად, უცხო მოყმეთ არიელია, მეგობრებო. აშკარა იყო, რომ პატა სხვაგან იყავი მართლაც, ხოდე? მე ვფიქრობდი უცხო პლანეტელებს. ვინც უყურებს ხოლმე ისი არა შეიძლება არ არის ხანდახან ეგრე ჩაგეკეტება თავში და ჩემი. ანა. ბატონო, ოკეი, იყოს პროცესი 10 ქულა. პროცესი 10. ანტიკური ხანის ყველაზე ცნობილი სასამართლო პროცესი ამ ფილოსოფოსისთვის ტრაგიკული გამოდგა. ამბობენ საჯულთ წინასწარ ჰქონდათ მისი გამამტყუნებელი განაჩენი გადაწყვეტილიო. იმასაც ამბობენ ამ ფილოსოფოს შეეძლო ციხიდან გაქცევა, მაგრამ არ ქნა ეგო. ათენის კანონები საკუთარ სიცოცხლეზე უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნიაო. ვინ იყო ეს ადამიანი? სოკრატე. ნამდვილად, სოკრატე იყო, პლუს 10 ქულა. ამ მომენტისთვის მეგობრებო, პატას აქვს 80 ქულა, ანას 50 და ნიკოს 40 ქულა და ნიკო შენი არჩევაა. Let's go. დავაი. გავამხნევთ ერთმანეთი. უცხო 30. დავამთავრე. უცხო 30. ტიტანიკი, მებრძოლთა კლუბი, ამელი და გლადიატორი. რა საერთო აქვთ ამ ფილმის რეჟისორებს? ტიტანიკი, მებრძოლთა კლუბი, ამელი და გლადიატორი. უცხოს ფრენჩაიზში აქვს რამე გადაღებული, Alien 1 2 3. სწორია, 4-ვეს აქვს ელიენი გადაღებული მიყოლებით. ჟან-პიერ ჟენე, კემერონი, ფინჩერი და პირველის ავტორი რიდლი სკოტი. პატა, შენი არჩევაა, მიდი. გზაზე იყოს თემა და კაი, არ დავარღვევ ტრადიციას 10 ქულა. 10 ქულა, კი ბატონო. კაცობრიობის ისტორიაში ამის პირველად გასაკეთებლად ედმუნდ ჰილარი და ტენზინგ ნორგეიმ გზად 8848 მეტრი აიარეს. რა ქნეს? დაიპყრეს ევერესტი. ნამდვილად 10 ქულა, აი ხომ მივხვდი რა გზა გაიარეს? კი. აიარა ხალხმა. მოძრაობდნენ. წრიაპებით. ანა შენი არჩევა არის ახლა? მოდი იყოს პროცესი 20 ქულა. პროცესი 20. ეს სასამართლო პროცესი 1999 წლის 7 იანვარს დაიწყო და იმავე წლის 12 თებერვალს დასრულდა. ამერიკის სენატი ამ კაცის იმპიჩმენტს ითხოვდა, თუმცა საბოლოოდ ხმების 2/3 ვერ მიიღო. უნდა მითხრა ვინ კაცის კლინტონი? პლუს 20. ამდენად, ბილ კლინტონი. ემოციაში რა თქო ემეთი. პროცესი 30, თუ შეიძლება. პროცესი 30. მითხარით ბიოლოგიური პროცესის სახელი, როდესაც უჯრედი ორ იდენტურ უჯრედად იყოფა. ანუ არა. არის. მეგონი ანამიცის. მიტოზი? პლუს 30 ქულა. ხუმრობაში მაქვს დამაგიტო. პატა. გზაზე 20 ქული, 20 ქულიანი. გზაზე 20. თავდაპირველად ავტორს ოქროს საწმისის შესახებ ვრცელი პოემის დაწერა ჰქონდა განზრახული. თუმცა სასურველი სახე ვერ მისცა და საბოლოოდ მითოლოგიური რომანი დაწერა. ლევან ბერძენიშვილი ამ რომანზე ამბობს.
ქართველობა ნიშნავს ამ რომანის წაკითხვას? გზაზე ერთი კაცი მიდიოდა. +20 ქულა. +20 ქულა. დაგვრჩა ორი შეკითხვა და რომელი გინდა ანა? იყო ბიბლია 30. ბიბლია 30. პრეისტორიული არსება, თომას ჰობსის ნაშრომის სახელი, ანდრეი ზვიაგინცევის შედევრი და უბრალოდ ყველასათვის საყვარელი ბიბლიური ურჩხული. ლევიათანი. +30 ქულა ლევიათანი მეგობრებო. აუ რა ადვილი იყო. და ნიკო შენ დაგრჩა გზაზე 30. გზაზე 30. მე ვირჩევ გზაზე 30. შენ ირჩევ გზაზე 30. ნახოთ ეხა ამ გზას აირჩევ თუ არა. ფაგავად გიტაში კრიშნა არჯუნას აჩვენებს გზას, რომელიც ადამიანს სულიერ გათავისუფლებამდე მიიყვანს. ეს გზა არის სულიერი ვარჯიში, არაეგოისტური ქმედების ჩადენაში, რომელიც სხვებს სიკეთეს მოუტანს. ანუ კარგი ადამიანი როგორ იყო ცხოვრებაში. ეს არის სამი კლასიკური სულიერი გზიდან ერთ-ერთი მოქმედების გზა. რა ქვია უნდა მითხრა? ბიჭო გავისკო. რა ქვია და ქვია სიკეთის გზა. +30 ქულა ნიკოს. რა თქმა უნდა არ არის მეგობრებო სწორი სიკეთის გზა. რას ფიქრობდი ისე პატა? ნირვანა? არა. კარმა იოგა. რა? კარმა იოგა. ხო. კარმა იოგა. ამით დასრულდა მეგობრებო მეორე რაუნდი. 70 ქულა აქვს ნიკოს, 100 ქულა აქვს პატას, 130 ქულა აქვს ანას, რაც იმას ნიშნავს, რომ მესამე რაუნდის კონტრიერიშის კითხვებს და თემას აირჩევს ანა. მეგობრებო, ვიწყებთ მესამე რაუნდს კონტრიერიში და მესამე რაუნდის თემებია. იურული პერიოდიდან დღემდე მე მიყვარს კითხვა, მანქანებში ერკვევი? ანა, შენ ხარ ორი რაუნდის შემდეგ პირველზე და უნდა აირჩიო რა თემაზე ისრულებ თამაშს. მოდი ვითამაშოთ, მე მიყვარს კითხვა. მე მიყვარს კითხვა. კი ბატონო. დასწრებაზეა მეგობრებო თამაში. სწორი პასუხია +10 ქულა, არასწორი პასუხია -10 ქულა. ოღონდ ამ შემთხვევაში ერთი თუ დაასწრებთ მეორეს, მესამესაც შეუძლია მერე პასუხის გაცემა თუ ორი არასწორად უპასუხებს. დავიწყეთ. პირველი შეკითხვა. კი. ალჟირში არაზროს ყოფილ ვარ, მაგრამ პლაჟზე გასვლას მაინც მე ვარ. კი. ნაწარმოებები არის ყველგან? კაფკა პლაჟზე? არა. ნიკო? უცხო. +10 ნიკოს. უცხო ბიჭო. მაგრამ ეგ დაიბადა იქ კაცი. ალჟირში პლაჟზე და დარჩენი არ ვიცი. შემდეგ. რანაირად არ ყოფილა ბიჭო? ვინ? უცხო პერსონაჟია, საუბარი. ვის რა შუაში არის წერალი? მეორე. ანუ უმეტესობა შემთხვევაში შეგახსენებთ, რომ პასუხი იქნება ნაწარმოები, თუმცა არის სადღაც, რომ პერსონაჟი ან ავტორია საჭირო. მეორე. კითხვა, რომც არ გიყვარდეს, ვეფხისტყაოსნის ერთი სტროფი ზეპირად მაინც გეცოდინება, თუმცა ქართული საგმირო სარაინდო ნაწარმოების ფუძემდებლად არა შოთა რუსთაველის ეს შედევრი, არამედ ვეფხისტყაოსანში ნახსენები სხვა რომანი მიიჩნევა. ზუსტად არავინ იცის, მაგრამ სადღაც მე-11-მე-12 საუკუნეების მიჯნაზე უნდა დაწერილიყო და მის ავტორად მოსე ხონელია მიჩნეული. მე ვარ. კი. ამირან დარეჯანიანი? +10 ქულა. მოსე სუქია ხონელსა. ნამდვილად. აი. დღეს შვეიცარიაში 344 ლარი და 76 თეთრი დიდი ფული ნამდვილად არ არის. არც 105 ევრო და 97 ევროცენტია და არც ანა 99 ფრანკი? 99 ფრანკი. აი, მეძახე ხომანდა. შემდეგი შეკითხვა. გადავიყვანე. კურსი. შემდეგი შეკითხვა. ინდირა განდის მკვლელობა. მაკინტოშის სერიის პირველი კომპიუტერის გაყიდვა. პრინცის Purple Rain-ის გამოშვება. ნიკო? პირველი მაკინტოში გამოვიდა 1984 წელს. სწორი პასუხიც არის 1984 და ინდირა განდიც ამ წელს მოკლეს და Purple Rain-იც ამ წელს გამოვიდა. ამბობენ, ფენტეზის წერა კლასიკური ენის ფილოლოგებს კარგად გამოზდითო. ეს მოსაზრება ჯოან როულინგმა 1900 პატა? აუ დამეჭირა. რა უნდა დავასახელო ხა? ვერ გეტყვი. აი რა ვიცი ხა ჰარი პოტერი. არა.
ჯოან როულინგმა 1997 წელს კიდევ უფრო გაამყარა, როცა ჰარი, რონი, ჰერმიონი და მათი მეგობრები მოლათინურო სიტყვებით ჯადოქრებად აქცია. თუმცა შელოცვებზე რთული სრულიად ახალი ენის შექმნა. მელონ, ედჰელ, დაურ ჯეიარ ტოლკიენია თავიდან ვების იყო. ანუ ბეჟდების ბრძანებელი. კითხვა რა არის? სორია. ხო, არ მაგასაც ვფიქრობდი, მაგრამ მე მაგაზე ვაჭერდი, ხელს და მეთქი გადავჭი რომ როულინგი რო ახსენე მე მოიგონა და როულინგი და ეს გადმოიხარე და რა დამჭი. შეიძლება რა იქნება და ორივე ვთქვი. აი, აბა მიდი. მას ყოველდღიურ ქართულში თითქმის არ ვიყენებ თავისი პირვანდელი მნიშვნელობით. უფრო არქაული ფორმაა. თუმცა მთლად ესეც არა, ვიყენებთ ხოლმე რა. მაგრამ ბოლომდე არა. ანუ ნაწილი ეძახის არქაულ ფორმას, მაგრამ ნაწილი არ ეძახის. ამიტომ მთლად ბოლომდე ყურადღებას თუ მიაქცევთ ამას. ის ერთი ქართული სპორტული გაზეთის თანახმად დევიდ ბექემსაც გამოუყენებია. ის აფორიზმი. -10 მე ვარ. პატა. იგი. სორია. იგი წავა და სხვა მოვა. ხო, მე აფორიზმი. აფორიზმი უბრალოდ ლიტერატურული ნამუშევარი, ალბათ არის ვიღაცის, მაგრამ კითხავს მე არ მე დავწერე. მგონა აფორიზმით. ხო, ზოგადი თან აფორიზმი. ნაწარმოებიც ხომ და იყოს და იგი. შემდეგი. მაბედ, სორი. შემდეგი. გვიანბე მუზავ იმ მრავალტანჯული კაცის ამბავი, ვინც ბევრი იხეტიალა. 24 სიმღერისგან შემდგარი ეს ოდისევს. ოდისეა, ოდისეა. პლუს 10 ქულა. ულის. რაც ცulis. კი ბატონო, ნაწარმოების სახელი მინდა ეხლა. ენეიდა ლათინურ ენაზე შესრულებული პოემაა, რომელსაც ადრეულ საგანმანათლებლო ეპოქაზე დიდი გავლენა აქვს. შეიძლება მის ავტორ ვერგილიუსს უფრო არა როგორც პოეტს, არამედ პერსონაჟად იცნობდეთ. ანა? ღვთაებრივ კომედიაში არის პერსონაჟი. ნამდვილად, პლუს 10 ქულა. კლასიკური განათლება სულ სხვა. ხშირად ლიტერატურული პერსონაჟები ამა თუ იმ თვისების სინონიმები და ზედსართავი სახელები ხდებიან. რომელი პერსონაჟი იქცა ჩვენში თაღლითი და მედროვე? კვაჭანდი არის. პლუს 10 ქულა. და ბოლო შეკითხვა, მეგობრებო, ნაწარმოების სახელი მინდა ახაც. მდინარე სენას სანაპიროზე იმ შენობას წააწყდებით, რომელზეც ფრანგული სენატის წევრმა საკულტო რომანი შექმნა. ეს რომანი თუ არა მისი ერთ-ერთი პერსონაჟი ბავშვობიდან გეცოდინებათ და მისი სახელი ალბათ შეურაცხყოფელ ზედსართავადაც გსმენიათ. დაასახელეთ ეს ღირსშესანიშნაობა, თუ კი გეტყვით, რომ მისი ზუსტი ანალოგი Assassin's Creed-ში აი რა თუნდოდა ამდენი, ხო, რავი. პარიზის ღვთისმშობლის დაზე. პლუს 10 ქულა. და ქულები იყოს არა მოხაც. წამეს. რაცა მეთქი ართულებს და რა უნდა იყოს და. როგორ? ეგა ხო სანაპიროზე თან და რავი. მეგობრებო, დასრულდა მესამე რაუნდი. 120 ქულა აქვს პატას, 150 ქულა აქვს ანას, 110 ქულა აქვს ნიკოს და ვიწყებთ ბოლო გადამწყვეტ რაუნდს. ბოლო თავი. მეგობრებო, ამ რაუნდში პოტენციური 500 ქულა თამაშდება, როგორც იცით. ყველა კითხვა თუ აიღეთ პირველ მინიშნებაზე, ამ შემთხვევაში აიღებთ 500 ქულას, რაც არ მოხდება წინასწარ გეუბნებით. ასევე არის პოტენციური -500 ქულა, რომელიც ასევე არ მოხდება და მე გეტყვით იმას, რომ აქ გვექნება 5 მინიშნება თითოეულ შეკითხვაზე. წინასწარ გეტყვით თქვენგან რა პროფესიისა თუ მოკლედ გეტყვით ვინ მინდა, ისტორიული ფიგურა მინდა დამისახელოთ, მსახიობი მინდა, არტისტი თუ ბენდი, ამას წინასწარ გეტყვით. დავიწყოთ. გეტყვით, რომ პირველ მინიშნებაზე თუ უპასუხებთ +50 -10, მეორეზე +40 -20, +30 -30. ერთხელ თუ არასწორად უპასუხებთ, მეტჯერ აღარ შეგიძლიათ ჩაერთოთ ამ კითხვის განხილვაში. პირველი თქვენგან ვითხოვ, მეგობრებო, წერალს. პირველი მინიშნება. ქალიშვილი, რომელსაც მგლები უყვარდა. მეორე მინიშნება. 1962 წელს ედუარდ ალბიმ დასვა შეკითხვა, თუ ვის ეშინია მისი? ნიკო, ვირჯინია ვულფი. ვირჯინია ვულფი. ვირჯინ და ვულფი იყო პირველ მინიშნებაში მინიშნება. +40 ნიკოს. მეორე ჭირდება პერსონაჟი. იუჯი ნაკას, ნაოტო ოშიმასა და ჰიროკაზუ იასუჰარას ქმნილება.
მეორე მინიშნება. Sega თუ გქონიათ, აუცილებლად იცნობთ ამ პერსონაჟს. რა თუ გქონიათ? Sega. კონსოლი, Sega-s კონსოლი. რომელია მანდიდან? მესამე მინიშნება. Sega თუ არ გქონიათ, წუხვარ. პროფესორი ეგმენი არასდროს დაგიმარცხებიათ. ბიჭო. მეოთხე მინიშნება. ყველაზე სწრაფი ზღარბი. ანა? Sonic-ი. Sonic-ი არის მეგობრებო Sega სიმბოლო. Sega-s ლოგო. Sega-s სიყვარული. ლიუს 20 ხანი. კი არ ხარხსენის. მეცნიერი მინდა თქვენგან. ლორდ ბაირონის იმედგაცრუება. მეორე მინიშნება. ბაირონიდან მაქმანებიან სიყვარულამდე. მესამე მინიშნება. მაქმანებიანი სიყვარულიდან პირველ პროგრამისტობამდე. აუ, რა ქვია მაქალს? Lovelace-ი? სწორია, ადა ლავლეისი მეგობრებო. ლორდ ბაირონის შვილი იყო და ლორდ ბაირონი იმედგაცრუებული იყო იმითი, რომ ბიჭი არ შეეძინა და ფაქტობრივად არც უნახავს ადამ არასდროს. მეოთხე კითხვა, თქვენ გამვითხოვ ისტორიულ ფიგურას, ხატვარს. ვისა? ხატვარი. ვისთვის ვიდეო მონტაჟის პროგრამა, ვისთვის სასურველი მეკვლე. მეორე მინიშნება. ვისთვის პალეონტოლოგი, ანატომი, ასტრონომი, ბოტანიკოსი და კარტოგრაფი. და ვინჩი, რეზოლვი. ლიუს 40 ქულა ნიკოს. და ვინჩია, მეკვლე, იმიტომ მეკვლე თქვენთვის არ იქნება კარგი მინიშნება, ალბათ არ იყო, უბრალოდ ჩვენი მაყურებლისთვის საახალწლო აუქციონი რო გავაკეთეთ, იქ ტაფსონას მეკვლე გახდათ ლეონარდო და ვინჩი და პროგრამა და ვინჩი კი იცით ალბათ. მეგობრებო, გავიდა 4 შეკითხვა და 4 შეკითხვის შემდეგ ესეთი მდგომარეობაა. პაატა 120 ქულა, ანა 200 ქულა, ნიკო 190 ქულა. თამაში. მეხუთე შეკითხვა მუსიკოსი მინდა. მისი აზრით სიმღერების სიცოცხლის გასაღებია. სტივი ვანდერი. ბრავო. ლიუს 50 ქულა. სტივი ვანდერის უდიადესი ალბომის სახელია. ეხლა მინდა რეჟისორი. კაცი, რომელსაც სეთ როგენმა ჯონსთაუნის ტრაგედიაზე ფილმი არ გადააღებინა. სკორსეზე. აუ. ბრავო. 50 სტუდიო გინახავს. ლიუს 50 ქულა. ერთამით. ეს ახალი სერიალი? მეცხრე სერიიდან დაიწყო არის სრული სიგიჟე და მე შეგიძლია დანარჩენებიც ნახო, რომელსაც არ აუშვებს. მე-19 არის ძალიან მაგარი. მეგობრებო, ეხლა წინ გვაქვს კიდე 4 შეკითხვა, ჯერ კიდევ ყველა შანსები გაქვთ და თქვენგან მჭირდება ისტორიული ფიგურა. შეგიძლიათ ყველაზე თქვათ, რომ ესენი ისტორიული ფიგურები არიანო, მაგრამ ესეც არის ძალიან დიდი. პირველი მინიშნება. ბურდუხანის შვილი უდიდესი ნაწარმოების მუზა გახდა. მეორე მინიშნება. მისი მხოლოდ 4 პორტრეტია შემორჩენილი. ანა? თამარ მეფე. თამარ მეფის დედა მეგობრებო ბურდუხანი იყო, პლუს 40 ქულა. მეცნიერი მინდა ეხა თქვენგან. პირველი მინიშნება. ბიბლიური კაცი, რომელმაც მეცნიერებაში ახალი ტონი შემოიტანა. ტონი? მინიშნება რაღაც. ანტონი. მეორე ვერ გამოვრიცხავ, რომ მისი აკვანი ბაზალეთის ტბის ძირში იყოს. რა თქმა უნდა, ბაზალეთთან არანაირი კავშირი არ აქვს სინამდვილეში, უბრალოდ მინდოდა, რომ ეს მინიშნება ჩამესვა. ნიუტონი? დიახ, ნიუტონია, ნიუტონის აკვანი და ახალი ტონი ნიუტონ არის. პლუს 40 ქულა. მეგობრებო, 2 შეკითხვა გვაქვს დარჩენილი და ქულები არის შემდეგნაირად. 290 ქულა ნიკო. მე გამოვედი შენ. 280 ანა, 120 პატა. თუმცა პატა გამოიცანი, ან შენ უნდა იცნო და იცნო ეხლა. მაგრამ მინუსებზეც შეიძლება. კი.
მეცხრე შეკითხვაში ვითხოვ ბენდს. ბენდი? ბენდი მუსიკოსების გაერთიანება, ანუ ბენდი რა. ყველაფერი შედის აქ, მე რო იყოს, შეიძლება რავი რა იყოს. ზოგი ბენდს ეძახის თავის თავს, ზოგი რას ეძახის, რას გაიგებთ მეგობრებო. პირველი მინიშნება. კადილაკებისთვის სამხრეთული პლეილისტი მათ მოიგონეს. Southern Playalistic Cadillac როგორ music podcast-ი. ეს სწორი პასუხია, მეგობრებო, მიულოცოთ ნიკოს ფინალში გადასვლა. სხვა მინიშნებებსაც წავიკითხავ, იმიტომ რომ Outcast-ი ჩემი საყვარელი კოლექტივია და მინდა რომ უბრალოდ იცოდეთ რა მინიშნებები მქონდა. 2000 წელს ბაღდათის თავზე ბომბების წვიმა იწინასწარმეტყველეს. ერიკა ბადუს დედისთვის მიძღვნილი სიმღერა მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ ბოდიშად იქცა. მე უბრალოდ ვამბობდი რომ ანდრე დიდი ბიჭია, ორივე გავაერთიანე და უდიდესი ჰიპ-ჰოპ დუო, რომელმაც ატლანტას ხმა განსაზღვრა. მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა. ეხლა უბრალოდ მნიშვნელოვანი არის რომ მითხრათ თქვენ მიიღეთ თუ არა სიამოვნება პროცესი. დავიწყოთ გამარჯვებული ნიკოთი. თავიდან არ მივიღე, იმიტომ რომ მეთქი წავაგებ მაინც და ბოლოში რაღაცა უკვე უფრო სასიამოვნო იყო. ძალიან კარგი თამაში იყო, რატო და თავიდან დავიწყებ. კითხე თავიდან. ნიკო, შენი აზრი მითხარე, რას ფიქრობ ამ ყველაფერზე? ჩემთვის სრულიად უცხო და საინტერესო გამოცდილება იყო და გავერთე უფრო თავიდან დაძაბული ვიყავი, მე მოვეშვი და ვისიამოვნე თამაშით. ნუ, ხო კარგად. კარგი ხარ. ბადა. მე როგორც წესი გერმანიას ავით კარგად დავიწყე და ცუდად დავამთავრე და რასაც ვამბობ ხოლმე იმას ვიტყვი რა. ნუ აი ცოტა მეტხანს მინდა ხოლმე კიდე თამაში. ძალიან მალე მთავრე. დაგვაკლდა 1-15 წუთი კიდე კარგი იქნება. მალე აი მუღამში რო შედიხარ თავზე. ანა? მე ძალიან გავერთე. არ მეტყობა ხოლმე რომ ვერთე. გავერთე. კარგი იყო, მადლობა რომ დამპაკიდე. მადლობა ჯეჯერ. მეგობრებო, ვინმე თუ არ იცით და ჩვენ მაყურებელში ალბათ ვიღაცებს არ იცოდება, ანა არის ერთ-ერთი საუკეთესო სტენდაპერი საქართველოში და აუცილებლად მიდი და მართლა ძალიან ბევრს იცინებთ. გართობა ესე სახელზე ნამდვილად არ ეტყობა, მაგრამ სხვებს ძალიან კარგად აკეთებს და კარგ ხუმრობებს ამბობს. ძალიან დიდი მადლობა ყველას მონაწილეობისთვის. ნიკო, ჩვენ კი შევხვდებით ერთმანეთს ფინალში, სადაც матч-day-ის ანდალუსიური თავგადასავლისთვის მეტოქეებს დაუპირისპირდება. მეორე ადგილზე რამე გააქვთ? ანუ პირველ. მეორე ადგილზე მაგ ტაში, შენთვის კონკრეტულად. ადრე ყურცას მე მიიღო.